Საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ რაც დატოვეს ექსპერტ კრიმინალისტებმა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა და გამოძიებლებმა ტერიტორია ახლა არის სიმშვიდე. ხედავთ რომ პერიმეტრზე იქ სადაც ტრადიციულად დგას ხოლმე მანდატურის სამსახურის ერთი წარმომადგენელი მაინც მინიმუმ ამ კართან ახლა არ იმყოფება ადგილზე. ცოტა ხნის წინ მოვიდა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი დავით მარტიაშვილი სამსახურში. მან ბუნებრივია ჩვენ შეკითხვებს არ უპასუხა, ავტომობილი არც კი გააჩერა, ისე შევიდა ეზოში. რაც შეეხება გამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ მას შემდეგ რაც ადგილზე მოვედით, დავაფიქსირეთ, რომ მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტ კრიმინალისტები სწავლობდნენ კანცელარიის უკანა შენობას, იქ სადაც ქსეროქსის აპარატია განთავსებული და იმ ოთახში გადაადგილდებიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში როგორც ადვოკატები, ასევე თავად საქალაქო სამსახურის თანამშრომლებიც. ეს ოთახი ახლა ამ წუთებში შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ არის დალუქული სპეციალური პოლიციო ლუკი ადევს უკვე ამ ოთახს და იქ გადაადგილების შესაძლებლობა აღარ ეძლევა აღარავის. ნიმუშები აიღეს ექსპერტ კრიმინალისტებმა ოთახიდან და ასევე მათ გაიტანეს გარკვეული მტკიცებულებები სპეციალური შესაფუთი პაკეტებით. რა მტკიცებულებებია? ამის თქმა გამიჭირდება გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტ კრიმინალისტებმა ეს მტკიცებულებები დალუქეს და ისინი უკანა გამოსასვლელი კარიდან გამოიტანეს სპეციალური ავტომობილით. საქალაქო სასამართლო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, აკვეთი ღონისძიების სასამართლოს ხდომები მიმდინარეობს ახლა ამ წუთებში. საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელში, ცენტრალურ დარბაზში არ შესულან გამომძიებლები, მათ შეისწავლეს მხოლოდ და მხოლოდ ეს ტერიტორია, კანცელარია და ასევე ქსეროქსის აპარატის ოთახი. ასევე გამომძიებლები იმყოფებოდნენ ამ შენობაშიც, ამ ოთახშიც, იქ სადაც ზის ხოლმე მანდატურის სამსახური მორიგეობს ხოლმე და სავარაუდოდ გამთენიისას ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ აქ სამორიგეოში. მას თან აქვს სამეთვალყურო კამერის მთავარი სერვერის და მას შესაძლებლობა ჰქონდა მორიგე მანდატურს, რომ თვალი ედევნებინა ვინ შედიოდა საქალაქო სასამართლოში და ვინ გამოდიოდა. ვაჩვენოთ თუ შეიძლება კადრში ახლა მაყურებელს რა ვითარება შეიძლება ყოფილიყო აქ დილას გამთენიას. ეს ჭიშკარი, რკინის ღობე დილას სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო დახურული, გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ რაც საქალაქო სასამართლო ასრულებს მუშაობას, თანამშრომლები ტოვებენ უკვე შიდა სივრცეს, ეს კარი იხურება. მინიმუმ 10 საათზე, 12 საათზე უკვე დახურულია ეს ჭიშკარი და ასევე დახურული უნდა ყოფილიყო ფეხით შესასვლელი რკინის ჭიშკარიც. როგორ მოახერხა ალე კოელისაშვილმა შეღწევა შიგდა ტერიტორიაზე გამთენიას, სავარაუდოდ დილის 5 საათზე ჩემთვის უცნობია, ბუნებრივია, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს, რომ გაასაჯაროვოს ის სამეთვალყურო კამერის ჩანაწერები, რომელიც განთავსებულია მთელ პერიმეტრზე. ერთ-ერთი მათგანი მდებარეობს სწორედ საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, ამ კარს ზემოთ და უკვე შიდა სივრცეში უამრავი სათვალთვალო კამერაა განთავსებული, მათ შორის კანცელარიის შესასვლელშიც და იმ ჯიხურშიც, სადაც მანდატურის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო გამთენიას უკვე ადგილზე. ის იყო სწორედ მთავარი მორიგე, რომელიც შემსვლელ გამოსვლას აკონტროლებდა და დამატებითი ჯგუფები უკვე მუშაობდნენ, მორიგე ჯგუფები მუშაობდნენ საქალაქო სასამართლოს უკვე შიდა სივრცეში. ასეთია ვითარება ახლა საქალაქო სასამართლოში, როგორც გითხარით, გამომძიებლებმა დატოვეს ტერიტორია ექსპერტ კრიმინალისტებმა, რომლებიც აქ დილიდან სწავლობდნენ ვითარებას. ასევე გეტყვით დამატებით კიდევ ერთ ინფორმაციას, სპეციალური საგამოძიებო მასალა, რომელიც ჩვენ შევნიშნეთ შიდა სივრცეში კანცელარიის ერთ-ერთ ფანჯარას აქვს წასმული, თუმცა ჩვენ იქ ვერ ვნახეთ ნამსხვრევი, შუშის ნამსხვრევის კვალი. არ ვიცი ეს აიღეს თუ არა ექსპერტ კრიმინალისტებმა უკვე გადასატანად დამატებით საგამოძიებო მოქმედება, თუმცა ჩვენ დამსხვრეული მინის ნამსხვრევები ვერ შევნიშნეთ ამ ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში იქ სადაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. ასეთია ვითარება საქალაქო სასამართლოში, როგორც მოგიყევით, ახლა არც ერთი გამომძიებელი უკვე ადგილზე აღარ სწავლობს ვითარებას, იქ სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით მოხდა სავარაუდო დანაშაული.